ბატონი ჯონ დოტოხაშვილი. რომელმა სასწავლებლად საქართველოში შემოეყვანა მოგზადეთ ბატონო ჯონ შეიძლება ჯერ კიდევ კომუნისტების დროს წარმოიდგინეთ ესე გასულებს რა შეეძლო გაამართლოს. ეხლა რაც შეეხება ნიკოლოზის ციკლს ვერ როგორც ასტროლოგი მივესალმები, იმიტომ რომ ასტროლოგიის პოპულარიზაცია ჩემთვის არის მთავარი თემა. აქ იყო ერთი ფრაზა, რომ ნიკოლოზი ეწინააღმდეგება ასტროლოგიას. არა. ნიკოლოზის მიდგომა როგორია? სამყაროში ცუდი არასოდეს არ ხდება. ცუდს ხვდით ჩვენ. სამყაროში ცუდი რაღაცა ხდებოდა, სამყარო დაიღუპებოდა. ასტროლოგია ეს კარგი ინსტრუმენტია, რომ თქვენი ცუდი გადააკეთოთ კარგად. მაგალითად, მარსით თქვენ შეიძლება აგრესია გაზარდოთ და მოკლათ ადამიანი. მაგრამ მარსით თქვენ შეგიძლიათ რაღაცა შექმნათ. ძალიან სწრაფად. ზუსტად, ბატონო, კი ბატონო. რახან თქვენ იცით, რომ თქვენგან აგრესიის გამოვლენა იმ მომენტში არ შეიძლება. თქვენ რა თქმა უნდა არ გამოვართ აგრესია. რახან თქვენ ისიც იცით, რომ აგრესიამ რა შეიძლება მოგიტანოთ, რა თქმა უნდა არ გააკეთებთ ამას. არა, კი, გასაგებია, მე უბრალოდ ჩემი ეხლა ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ნიკოლოზი მოგზაურობიდან მივიდა არა იოგამდე, არა ბუდიზმამდე, არა რაიმე რელიგიამდე. არამედ მივიდა თავის შეხედულებაზე რელიგიაზე და ამ რელიგიიდან მივიდა ასტროლოგიამდე. ეს ამ თემას ზუსტად მაგით დამოინტერესა. მე რომ ყოველი ადამიანის შეხედულება ასტროლოგიაზე ჩემთვის ძირფასია. ასაკობრივად ესეთი ადამიანის, რომელსაც სოფლიო აქვს მოვიდა. ისე რომ არ ვიცი რა ის გაიგეთ. Nikolozzi? ჩვენ სამყაროში ვცხოვრობთ, ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში. ჩვენი თავარი არსი არის ის, რომ ჩვენ ფიზიკურად ვარსებობთ და ჩვენი ფიზიკური არსებობა ფაქტობრივად კოსმიური არსებობასთან არის დაკავშირებული. ესე იგი, მე მინდა თქვა ის ამბავი, რომ დედამიწას რომ გადახედავს ადამიანი, თქვენ უკვე ალბათ ინფორმაციები მოგვიყვანს სიტყვას, დედამიწას რომ გადახედავთ, დაინახავთ, რომ დედამიწა არის ფაქტობრივად უსასრულო სივრცეში გამოკიდებული ბურთი, რომელიც მზის გარშემო ტვიებს. აი დედამიწაზე ცხოვრობ ჩვენ. ეხლა ვერ წარმოიდგინე ამ დედამიწაზე მაცხოვრებელი ადამიანი გარედან რო შეხედავს დედამიწას, თუ მე ამ პლანეტაზე ვცხოვრობ. მე მეგონა რომ დედამიწა არის რაღაცა სამყარო, რომლის გარეთ არაფერი არ არსებობს. ყველას ასეთი აზრია გაქვს. მაგრამ სინამდვილეში, როდესაც უკვე ასტრონომიაში ჩაიხედეს ადამიანები, ასტრონომია ფაქტობრივად არ არსებობდა. ისიც ასტროლოგია იყო ადრე. მეცნიერება, ასტროლოგიის მეცნიერება შეისწავლებოდა აბსოლუტურად ყველა მედიცინაც, ხელოვნებაც, ყველაფერი ასტროლოგიაში შედიოდა წინა ანტიკურ მეცნიერებაში. ამიტომ ასტროლოგია იყო ყველაზე დაწინაურებული უძველესი აქაური. ესე იგი, რელიგიის სახით იყო. თქვენ არ გეგულოთ რომ ასტროლოგია მართლა მეცნიერება, ეს რელიგიაც რელიგიის საფუძვლები. რაც არსებობს სოფლიოში რელიგიები, ეს არის ასტროლოგიის მეცნიერებისგან წარმოქმნილი, ასე ვთქვათ, პირველი, ასე ვთქვათ, საფუძველი. იმიტომ რომ კოსმოსი არის უპირველეს ყოვლისა ყველაზე მთავარი საფუძველი იმისათვის, რომ ჩვენ გავეცნოთ კოსმიურ სამყაროს, იმიტომ რომ ჩვენ კოსმოსის შვილები ვართ, კოსმოსში ვართ დაბადებული და ის ჩვენი ხასიათი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ყოველ ადამიანს, რომელიც ახლა აქ ახართ ყველა, ეს ხასიათი დაკავშირებულია კოსმიურ ბუნებასთან. კოსმიურ ბუნებასთან ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ გაიგივებული ხართ კოსმიურ ბუნებასთან ხასიათის დამოკიდებულებით. არა. შეიძლება ორი ადამიანი ერთეულივე დროს დაიბადოს, მაგრამ სხვადასხვანაირი მიღება ქონდეს. უპირველეს ყოვლისა, კოსმიური ბუნების გარდა კიდევ ადამიანს სულიერი სამყარო გააჩნია. ესე იგი, ჩვენ ამბავ დავიწყოთ, რომ ჩვენ სულიერი სამყაროს გაგვაჩნიათ კოსმიურ ბუნებასთან ერთად. ამიტომ ჩვენ აქტიურად უპირველეს ყოვლისა მართლობთ კოსმიური ბუნებით ჩვენს ხასიათს, ყოველდღიური ცხოვრების ხასიათს, კოსმიური ბუნებაა ჩადებული მასში, მაგრამ სული ფაქტიურად ბრძანებობს ამას. ბრძანებობს, თუმცა მართალია, მაგრამ ზოგჯერ როდესაც ადამიანს დამახინჯებული კოსმიური ბუნება აქვს, დაბადებიდანვე, ეხლა თქვენ არ გაგიგვირდეთ, დამახინჯებული ბუნება არის
რეაქციები ისეთი, როდესაც ადამიანს აქვს რომელიმე სტიქიებში, მაგალითად ადამიანს აქ 4 სტიქია, ცეცხლი, ჰაერი, მიწა და წყალი, რომელიღაც ერთ-ერთი სტიქია, რომელიც ძალიან გადაჭარბებული აქვს, მაგალითად ცეცხლის სტიქია, თუ ის აგრესიული ტიპია. და ჩვენ გონიათ ეს აგრესიული ტიპის ადამიანი ისე ხელოვნურად არის. გონიათ ადამიანებს რომ ეს მისი საკუთარი ბუნება არ არის მისი საკუთარი ბუნება, ეს არის კოსმოსიდან ნაჩუქარი ბუნება. ცეცხლი ფაქტიურად ეს არის ჩვენ ვიცით რომ ეს არის მართლაც ამან გამანათებელი ესე იგი ძალა რომელიც იწვევს ადამიანში მოღვაწეობის უნარს. მაგრამ მოღვაწეობის გარდა ცეცხლში კიდევ ფერფილადი ხასიათიც არის. თუმცა ცეცხლი ყველაფერს წავს, ხო? თუმცა ცეცხლთან თუ ახლო დაგებით სიჩივის დროს დაფსავს და თუ მაგეთად გოშურდები გაგაცშეგაციებს. ესე იგი ცეცხლს აქვს თავისი აი როგორც ბატონმა დავით მოთქვა. ყველა კოსმოსურ ელემენტებს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მისმა. ისე როგორც წამალზე საწამლოზე. შეიძლება წამალი იმდენი დალიოს ადამიანს საწამლავი იყოს ესა. შეიძლება საწამლავი დალიო ბაბათიეთ აი გარიშხები არის საწამლავი, მაგრამ წამლად იყერებენ იმასაც. ეხლა მე არ მინდა ეხლა ამდენი ვილაპარაკო ამ თემაზე ეხლა შეტარებული ვახტი. მაგრამ მე მინდა თქვა ის ამბავი რომ ჩვენ კოსმოსში ცხოვრობთ. რა განსხვავებაა რელიგიასა და ასტროლოგიას შორის? ეს უნდა ძალიან კარგად გავიგოთ. უპირველეს ყოვლისა, რელიგია ეს არის ადამიანის სულის, ასე ვთქვათ, სულის საფუძველი, რომლითაც ადამიანმა უნდა იხელმძღვანელოს თავებრივი მოღვაწეობა. თავებრივი მოღვაწეობა ეს რას ნიშნავს? იცით რომ ადამიანი უნდა იყოს აბსოლუტურად უმცირე, რომ თავისი ბუნებით, ესე იგი რელიგია უქადაგებს ადამიანს წესიერებისაკენ, რომ წესიერებაა ჩადებული, ადამიანი უნდა იყოს ფაქტიურად ისეთი, როგორც დღეს არ არის. ეს თანამედროვე ცხოვრება ჩვენი არის არეუდარეული, ესე იგი უშინაარსოა ჩვენი ცხოვრება, იმიტომ რომ ჩვენ არც რელიგიური წესები ვიცით, რას ნიშნავს და არც ასტროლოგია ვიცით ძალიან მაღალ დონეზე. საქართველოში არაა განვითარებული არც ერთი და არც მეორე. ეხლა რელიგია ეს ერთი ფაქტიურად ფანატიკური რელიგიური რწმენა ადამიანს არ აძლევს ღმერთზე შემეცნების უცნობა. ისე პირობას, იმიტომ რომ ფანატიკური რწმენა ეს უკვე ნიშნავს, როდესაც შენ არ იცი ღმერთი და გწამს ღმერთი, ესე იგი შენი განვითარება არ არის დასული, ასე ვთქვათ, ღმერთის დონეზე. ესე იგი ღმერთი თუ კი ჩვენ ღმერთზე ვილაპარაკებთ, ღმერთი ეს არის ფაქტიურად განვითარება. თუ განვითარდები შენ ისე ღრმა თუ გაიგებ შენი წარმოშობის საფუძველი, საიდან მოდიხარ, სად მიდიხარ, რატომ ცოცხლობ, რისთვის არსებობ, მაშინ ეს რელიგია უკვე გამართლებულია შენში. მაგრამ შენ რომ ღმერთი გონია ის რომ შენ მისი შიში გაქვს და ასე ვთქვათ მოწიწებადი უნდა გქონდეს, მაგრამ შიში ესე იგი უკვე აბნევს ადამიანს და ის განათლებას აღარ გეგმავს ადამიანს და შეშინებული ადამიანი ის სიგუროთესე უარეს მდგომარეობაში ვარდება. ფაქტიურად ის უკვე რწმენას უყურებს ფანატიკური დონე. ეს ფანატიკური დონე ფაქტიურად ძალიან ზიანს აყენებს ადამიანს. ფაქტიურად ის სარწმუნება კი აღარ არის ადამიანის იმას უარყოფითი თვისება მოაქვს ადამიანის ფსიქიკაში. და ამიტომ მინდა მეთქვა რომ რელიგია უპირველეს ყოვლისა არის მეცნიერების სულიერი მეცნიერების საფუძველი, რითაც უნდა ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ჰარმონიულად, ნორმალურად ერთმანეთში, რომ ადამიანებს შორის არ იყოს უთანხმოებები, იმიტომ რომ ჩვენ ასტროლოგიური ხასიათები გაგვაჩნია სულ და ეს ასტროლოგიური ხასიათი ზუსტად რელიგიას მოყავს ჰარმონიულ მდგომარეობაში, რელიგიურ ცოდნას, რელიგიურ განვითარებას. მე ვლაპარაკობ ცოდნე რელიგიის პრობლემას და არა უცოდინარ ფანატიკურ ადამიანებს. ფანატიზმი ყველაფერში ცუდია. ნებისმიერ საფუძველში ფანატიზმი იძლევა ძალიან საშინელ დონეს. ფანატიზმი ფაქტიურად ეს განუვითარებლების ნიშანია და ადამიანს განვითარების სივრცე ესაჭიროება. განუვითარებელი ადამიანს აზროვნების სივრცე არა. აზროვნების სივრცე როცა არ აქვს ადამიანს ის ვიწროდ აზროვნებს და მისი შეხედულობა არის შეზღუდულ მდგომარეობაში, შევიწროებულ მდგომარეობაში და შევიწროებული ადამიანი არ არის საინტერესო არც თავისი ქცევით, არც მოქმედებით, არც არანაირი არაფერი მას კარგი არ გააჩნია, ესეთი რომ მაგალითად სახარბიელო იყოს ასეთი ადამიანებთან კონტაქტი. და ამიტომაც მოვაპარაკოთ, როდესაც ადამიანს ცოდნის მაღალი დონე აქვს, ის არანაირ შეცნობებს არ დაუშვებს. ჩვენი მთავარი მიზანია საქართველოში, რომ ახალგაზრდებმა უპირველეს ყოვლისა დავაუბრუნოთ ჩვენ ახალგაზრდების ცოდნას. ეს ცოდნა მათთვის აუცილებელია, რომ ჩვენ ეხლა ასეთ მდგომარეობაში ვიმყოფება ჩვენი სახელმწიფო, რომ ჩვენ ფაქტიურად უცოდინრობის დონიდან გამომდინარეობს ჩვენი ასეთი უვიცი ცხოვრების საფუძველი. უვიცი ცხოვრების საფუძველი, იმიტომ რომ ფაქტიურად დაყოფილია ასტროლოგია და რელიგია ერთმანეთთან, იმიტომ ურთიერთსაწინააღმდეგოდ ისევე. ასტროლოგია არასდროს არ ყოფილა რელიგიის საწინააღმდეგო, ესე იგი პოსტულატი. ასტროლოგია და რელიგია ერთი მიმართულებით მიდოდნენ პარალელურად. ისინი ერთმანეთს ხელს არ უშლიდნენ არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ აგერ როგორც თქვა ბატონმა დავითმა და თქვენ თქვით არა, კარგი გაანალიზება მოგცეთ ჩვენ ამან. რელიგია ფაქტიურად ნებისმიერი რელიგია არის 2000 წლისა, 3000 წლის. ასტროლოგია არის 15000 წლის უკანდელი ამბავი.
ესე იგი ასტროლოგია უფრო უძველესი მეცნიერებაა, თუ ასე ვილაპარაკებ, ვიდრე რელიგია. ამიტომ ასტროლოგიას აქვს ძალიან დიდი საფუძველი ვის შემეცნების მდგომარეობაში. რადგანაც თითოეული ადამიანი, რომელიც დაბადებულია, თავის საკუთარ კოსმოგრამას შეხედავს, რას წარმოადგენს ეს ადამიანი თავისი კოსმოგრამი, ის მერე თვითონვე მიხვდება იმ ამბავს, რომ რამხელა საიდუმლოებაა ჩადებული ადამიანის პირად, ესე იგი სიცოცხლის ჰოროსკოპში, რამხელა საიდუმლოებაა თითოეული ადამიანის ბუნებაში ჩადებული, რომ მან არ იცის ეს რა არის ეს საიდუმლო ბუნება და ეს საიდუმლო ბუნება რო არის ეს ადამიანმა თავისი საკუთარი ხასიათიც არ იცის, თავისი საკუთარი ბუნებაც არ იცის, თავისი საკუთარი შემეცნებაც არ აქვს, თავისი საკუთარი განვითარებაც არ აქვს. და ეს ფაქტებს უკვე უვიცობას საქართველოში და უვიცი ადამიანები არც ერთ სახელმწიფოში და არც ერთ ქვეყანაში არ არის კარგი. ჩვენ ეს ვიცით, ეს კარგად ვიცით და ამიტომ ჩვენი მთავარი საფუძველი ისაა, რომ ჩვენ ადამიანები განვავართ ამ განათლება მივცემთ. ეს განათლება უპირველეს ყოვლისა რაც საკვირველია, ჯერ რელიგიიდან უნდა დაიწყოს და მერე ასტროლოგია. ორთავე სჭირდება ადამიანს, ერთის და მეორეს. არც ერთი არ არის, ესე იგი მაშინ არის არც ერთი ადამიანისათვის. მაგრამ როდესაც არც ასტროლოგია იცის და არც რელიგია იცის, ადამიანები ისინი არიან უბისები. მაგრამ ფანატიკური რწმენა კიდე ის უფრო უვიცობას აყენს ადამიანს. ფანატიკური ის უფრო მარწმენა, როგორც აი ბატონმა ჩვენმა რო შეხედა, რომ რელიგია ფაქტიურად დაკავშირებულია ასტროლოგიასთან, მე გამიხარდა, რომ მისი საკუთარი სულიერი სამყარო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თურმე ყველაფერი ეს ყოფილა ასტროლოგიური ნიშანი, რომ მზე, რომელიც დადის ფაქტიურად ზოდიაქოს სტილის გარშემო, მზეს ორი სიარული აქვს, ერთი არის ზოდიაქოს გარშემო სიარული, მეორე არის თანავარსკვლავედებში. ესე იგი ზოდიაქოს გარშემო მზე, რომელიც დადის წელიწადში, იგი შემოსწევს 360 გრადუსს. ეს 360 გრადუსი 12 ნაწილად თუ დავყოთ, თითოეული ზოდიაქოს გააჩნია 30 გრადუსი, ესე იგი 30 გრადუსი ნიშნავს ვერძიდან, ასე ვთქვათ, თევზების ზოდიაქოს ჩათვლით. ესე იგი თითოეული ადამიანი დამოკიდებულია თავის სულიერი გაგებით, რომელიღაც ზოდიაქოს ნიშნავდა, მზე, რომელიც ზოდიაქოსშიც არსებობს. ამიგეთ რა შესაძლებელი. რა ხალხი თვითონ ევაგრეთე ვლაპარაკობ, ჩვენ რა არის ვერძი? რა არის ვერძი? აი ვერა ვერძებს შორის დიდი განსხვავება, ეგრე ხალბატონია, ეს შეიძლება ვერძი იყოს, შეიძლება თხის კა იყოს. არა, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, რაც არ გინდა იყოთ, არა თქვენ, არა. თვითონი ადამიანი თავის ვერძი იქნება, ისე კურო იქნება თუ ხალხური ზოდიაქო იქნება. ყველა ადამიანის შორის განსხვავებულია მაინც ეს ვერძები და ეს ზოდიაქოს ნიშნები, რატო იცით? ერთი ზოდიაქოს ნიშანი კი არ მოფრინოს ადამიანზე. ადამიანზე მოფრინოს 12 ზოდიაქოს ნიშანი, 12 ზოდიაქოს სახლი. და დანარჩენი კიდევ პლანეტები წარმოიდგინეთ, თქვენ დანარჩენი კიდევ 12 პლანეტა. წარმოიდგინეთ რა რთულია ადამიანის ბუნება. 12 პლანეტა, 12 ზოდიაქოს ნიშანი და 12 თანავარსკვლავედი. ესენი ერთმანეთთან სინთეზირებულ მდგომარეობაში არიან. ისინი არ არიან არეულად. აი მაგალითად ზოგჯერ ადამიანზე ზოდიაქოს ნიშანი არ მოფრინოს, ის ძალიან ვიდრე რომელიღაც ერთი პლანეტა. და იმ ერთი პლანეტის ხასიათი აშკარად ამკვეთრად გამოხატული ადამიანის ქცევებში. მოქმედებს მაგალითად მერკური. აი გამხდარი ადამიანი, ქალების გამხდრები არიან და ეს ძალიან სწრაფი მოძრაობა აქვს და ძალიან ისეთი ცნობიერება აქვს, ძალიან დასაინტერესებელი გამხდა. ამიტომ ჩვენ ვლაპარაკობთ, ამდაგინდა საკუთრის ადამიანი. უსავით და ზის გაჩუმებულია ზოგიერთი, მაგალითად არის ანდას გრიანკალი. არის ისეთი ჩაკეტილია, მაგალითად არ გამოხატავს თავის შინაგან სამყაროს. ესე იგი, მას თავის შინაგან სამყაროს გამოხატვის ეშინია, რომ თქვას თავისი აზრი. ეს დააფიქსიროს, ესე იგი შემოქმედებით უნარი არ არის, თათქმელი კი არ აქვს, დაანჭვენები არიან გრიანკლები, მაგრამ სათქმელი. ბატონო? არის მისას ლაპარაკი. ყონაცავს. ყონარ გრიანკლებს. ისეთ რა, ერთი რამ უნდა გავიმოჩნდეთ, რომ ყველა ზოდიაქოს ნიშანს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ განვითარდეს უზომოდ. თუ ადამიანი განვითარებულია, ნებისმიერ ზოდიაქოს ნიშანს აქვს დადებითი მიმართულება. ამიტომ განვითარებული ადამიანი, რაც შეგვიძლია კარგი ჰოროსკოპი ქონდეს დაბადების დღეს. არ აქვს იმას მნიშვნელობა განვითარებელი თუ არის, ის ვერ გამოიყენებს თავის ბედისწერას ნორმალურ, ასე ვთქვათ, მოქმედებაში. ესე იგი, მოქმედება ბედისწერის ის არის უპირველეს ყოვლისა, თუ შენ კარგი დაბადების ბედისწერის ნიშანი გაგაჩინე, ბედისწერა ყველასა, თქვენ არ გეგონოთ, რომ ბედისწერის ქვეშ არავინ არ ახლა დამოკიდებული. ყველას თავისი განსაკუთრებული ბედისწერა თვითონ ადამიანს. ეს ბედისწერა არის მისი დაბადებიდან უკაცრავად ყველა მივიდივართ იმ ქვეყანაში და გარდაცვალებამდე ის ბედისწერა იცვლება. როგორ იცვლება, იცი, იმიტომ რომ სიკვდილის პერიოდში ადამიანს აბსოლუტურად სხვა ხასიათი აქვს. შუა პერიოდში აბსოლუტურად სხვანაირი ხასიათი აქვს, სიბერის სხვანაირად იცვლება, ხო? რასაკვირველია, ზოდიაქოს ნიშნავს თავისი თვისებები გააჩნიათ ისეთი, რომ არის ღამის ტიპის ადამიანი, არის დღის ტიპის ადამიანი, მაგრამ ჩვენ გვიჩვენა ბატონმა ჩვენმა სეტი და ჰოროსის ბრძოლა. ხო. ესე იგი ვერავინ და ღამის ტიპის ადამიანი, მაგრამ ხარი პასიური ხასიათი, აი ვინჩუა ღამის ასაკი.
ვინც დღეიბადება მაგალითად შუადღესაც იმათ პასიური ხასიათი არ აქვს იმათ აქვს აქტიური ხასიათი დედა და შვილის კი განსხვავდება წარმოიდგინე გენეტიკურად ერთი წარმომადგენლები არიან ერთი სამამულობა აქვს ყველაფერი დედა და შვილის არის ზოდიაქოს შორის განსხვავებები ფაქტიურად დედას შეიძლება შეკამათება და ან დვას და გას შორის ერთმანეთს შორის ესე იგი მოხდეს ესე იგი უთანხმოება ზუსტად ზოდიაქოს გამო რომ მას თავისი სპეციფიკური ხასიათი აქვს თითოეულ ადამიანს ამიტომ სპეციფიკური ხასიათი ყველა ადამიანებს გაგვაჩნია და ზოდიაქოს მიხედვით ვაკეთებთ ჩვენ ურთიერთმეგობრობას აი მაგალითად მე შემიძლია ვთქვა ასეთნაირი რამე რომ აი ღრიანკალი ვერასდროს ლომთან საერთო ენას ვერ ნახულობს ლომსა და ღრიანკალს შორის დიდი განსხვავება ამ დროს ლომის მთავარი მიზანი არის ღრიანკალი და ღრიანკალის მთავარი მიზანი არის ლომი რატო არის ახლა რა მიზანია ეს უკვე ნიშნავს რაც აკლია ლომს ის აქვს ღრიანკალს რაც ღრიანკალს არ გააჩნია ის აქვს ლომს გამიგეთრაში რა პირობი წეგან თქვით რომ ღრიანკალი არ არის თვითშემოქმედებითი ადამიანი მას გააჩნია თვითშემოქმედებითი შინაარსის ძალიან მდიდარი მასალა მაგრამ ამ მდიდარ მასალას იგი არ გამოხატავს გარეგნულ ფორმებში არ ლაპარაკობს ესე იგი თვითგამოხატულება მას არ აქვს ლომს პირიქით თვითგამოხატულ იმაზე მეც ლაპარაკობს რაც არ იცის წარმოიდგინეთ თქვენ ლომი უფრო სხვანაირი ტიპია ესე იგი შემოქმედებითი ბუნება ლომს უფრო აქვს ფართე გამიგეთ ამიტომ როგორც პიროვნება ლომი უფრო საინტერესო ხდება ჩვეულებრივი ადამიანებისათვის ვიდრე ღრიანკალი ამ დროს ღრიანკალი უფრო ღრმაა და შინაარსიანია ამიტომ ჩვენ შინაარსს ვერ გებულობთ ადამიანის შინაგან სამყაროში კი არ შევდივართ რა შინაარსი აქვს იმას ჩვენ გებულობთ მარტო ზედაპირ მოქმედებას როგორია ეს ადამიანი თავის ზედაპირული მოქმედებით და ეს მარტო არა ადამიანის უსიყვარში ესე იგი ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ ამიტომ ბევრი რაღაცები ადამიანებს შორის ამოუცნობითი თვისებები არის ეს ამოუცნობითი თვისებები არის ზუსტად ასტროლოგიის ასე ვთქვათ სულიერი მეცნიერების მაღალი დონე რომელიც ჩვენ არ ვიცით და ეს უნდა ვისწავლოთ ეს აუცილებელია მთელ მსოფლიოში ასტროლოგია განვითარებული გარდა საქართველოს ამიტომ ეს შეგვიძლია ვთქვა რომ საქართველოს არის ძალიან დაბალდონის ასტროლოგიური ცოდნა და ეს აუცილებელია რომ იცოდეს ადამიანი აუცილებელია იმიტომ რომ დღეს ეპოქას იაპონიამ გვიცოდით იცით რა მაღალ დონეს მიაღწია ასტროლოგიის მეშვეობი იმ ქვეყნებმა რომლებიც ასტროლოგია ძალიან მაღალ დონეზე ისწავლეს ძალიან განვითარებულები არიან მათ უკვე მეცნიერების დონის ძალიან მაღალ დონეს მიაღწიეს იმიტომ რომ მათი განვითარება არის ზებუნებრივი იმიტომ რომ ასტროლოგია გასწავლის ზებუნებრივი სამყაროს ბუნებას იმიტომ რომ ჩვენ რომ ლაპარაკობთ რა არის ზებუნებრივი ეს ზებუნებრივება ჩვენ არ გვესმის იმიტომ რომ მისი შინაარსი არ ვიცით მისი შინაარსის უცოდინობა ჩვენ გვაძლევს ვიწრო აზრს ვიწრო შეხედულობა ჩვენი საკუთარი ვიწრო შეხედულებები რაც არის განვითარებულობა ხომ განვითარებულობა ნიშნავს მცდარი რაზერები გაქვს მცდარი შეხედულებები გაქვს რაღაცას სანამ არ ჩაიხედავ იქ რაღაცაში და არ გაიგებ მანამდე სულ მცდარი შეხედულებები გექნება ცხოვრებაშიც ურთიერთმოქმედებაშიც და ყველა სფეროში სიყვარულშიც ნებისმიერ ისე თანამდებობის მიღების ეხლა მაგალითად ჩვენ რომ მაგალითად ხედავთ რომ ჩვენ მართავს ხომ თავრობა ხომ და ჩვენ გონია რომ თავრობა რომ მართავს ჩვენ ისინი ჩვენზე ჭკვიანები არიან არა ჩემო გარო ეგრე არ არის ნებისმიერი ადამიანი შეიძლება უფრო ჭკვიანი იყოს ვიდრე იქ მიმეცის ამიტომ ჩვენ ის კი არ გჭირდება რომ პირველი სკოლისა რომ ვიღაცის მიმართ ვიყოთ მართლები არა ჩვენ საკუთარი ინდივიდუალური განვითარება უნდა გავაჩნდეს ჩვენი საკუთარი ინდივიდუალური განვითარება ნიშნავს იმას რომ ადამიანში არის ორი სახეობა ერთი არის ადამიანი რომელიც ინდივიდუმია მეორე არის ადამიანი რომელიც არის ინდივიდუალურად განვითარებული ადამიანი ინდივიდუმსა და ინდივიდუალურად განვითარებულ ადამიანებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა იმიტომ რომ ინდივიდუმი არის ფაქტიურად საშუალოზე დაბალი განათლების ადამიანი ინდივიდუალური პიროვნება არის თვითშემოქმედებითი შინაგანი მეოდის თვითგამოხატული ადამიანი რომელსაც ძალიან ღრმა შინაარსი აქვს რომელსაც ღრმა აზროვნების უნარი აქვს და ყველაფერში იქნება ძალიან ღრმა და ძალიან განათლებულია და ძალიან საზოგადოებისთვის ასეთი ტიპის ადამიანები ძალიან სასარგებლოა და ჩვენ რატომღაც ხალხს რომ ეს აზრი არ აგვაქვს ჩვენ დაფიქსირებული და არ ვიცი ამიტომ ჩვენ ადამიანებს ვერ ვანსხვავებთ თავისი გონებისა და განვითარების მიხედვით ჩვენ ყველა ადამიანი ერთი აზროვნებისა გონია და ამიტომ ჩვენში როგორც ასეთი განათლება უკვე ძალიან დაბალ დონეზე მიმდინარეობს მაგრამ გულწრფელად გეუბნებით რომ ამას გულწრფელად გელაპარაკეთ ეს დაბალი დონე იწვევს მე გაურკვევლობას ადამიანებსა და სახელმწიფოსა და ესე იგი ადამიანებს შორისა და ოჯახშიც კი გაურკვევლებებია ძალიან დიდი გაურკვევლობები ვერ იტანენ ადამიანები ერთმანეთს არ უყვარს სიხარული არ აქვს სიყვარული არ გააჩნიათ სიძულვილი აქვს ერთმანეთის მიმართ ეს არის საშინელება ვინაცოდეს ჩემი თავი ამას თუ ადამიანი არ აღმოფხვრ შინაგან სამყაროში ეს ყოველთვის ისეთ რაღაცას გაუჩენს ადამიანს შინაგან სამყაროში ის აუცილებლად ინიციატივამდე მივიდა ის ინიციატივა არის მისი საკუთარი განვითარებობის სიმრევლო
ამიტომ ეხლა მე ძალიან გამიგზელდა სიტყვა ბოლოს ერთი კითხვა გაქვთ დროიდების ჰოროსკოპზე რა დროიდების ჰოროსკოპი ძირითადად დაკავშირებული არის ბუნებასთან, ბუნების ასთან დაკავშირებული ადამიანთან. დროიდები რა თქმა უნდა ადამიანთან კავშირში იყვნენ, მაგრამ შემოგვცა ჩვენ მარტო ბუნებასთან კავშირი. აი რომელი ხე რანაირი თვისება გააჩნია და რა სარგებლობას იძლევა დედამიწაზე. სხვათა შორის მე დროიდების ჰოროსკოპი რო წავიკითხე, ძალიან ბევრი საერთო ნახე ჩემს ხესთან და ჩემს ერთმანეთთან. იეთ. ანუ მარტო თქვენი საფრთხე ჰოროსკოპი ალბათ არ გაიგეთებიათ, თქვენი საფრთხე ჰოროსკოპი რო გაიგეთოთ, უფრო საერთოს გამოვა და უფრო ციკლეს გაიგეთ. გამოვიდეს კალბატონი, ამით ილაპარაკოს გამიგზელოს.